მოგესალმებით, ალბათ თქვენ ძალიან გიყვართ სხვადასხვა შინაარსის კომიქსების შექმნა, ამიტომ გაგაცნობთ აპლიკაციას Bigstone. როდესაც თქვენი მასწავლებელი გამოგიგზავნით შესაბამის ლინკს და გაივლით ავტორიზაციას, შექმნით თქვენს ავატარს, ამის შემდეგ უნდა დაიწყოთ კომიქსის შექმნა. გავხსნათ ერთ-ერთი ბრაუზერი და შევქმნათ კომიქსი. კომიქსის შექმნა იწყება წითელი ღილაკით, Make a Comics, ანუ შექმნილი კომიქსი ან ახალი კომიქსი. დავიწყოთ კომიქსის შექმნა. ჯერ დავაწეროთ სათაური, მაგალითად, ძველი ეგვიპტე. დავითანხმოთ. გაიხსნება სამუშაო დაფა. ჩვენ შევარჩიოთ ძველი ეგვიპტის შესაბამისი ფონი. ჩვენ შეგვიძლია შევარჩიოთ როგორც გარეთ ხედები, ასევე შიდა ხედები. მიაქციეთ ყურადღება სამუშაო დაფის შუა ნაწილში, აი აქ ჩამონათვალს. ჩამოვშალოთ იგი და ველოდოთ შეივსოს. აქ გვაქვს სხვადასხვა პაკეტები. ავარჩიოთ ეგვიპტის პაკეტი. და აი, გაიხსნა მზამზარეული ფოტოები ძველი ეგვიპტედან. ავიღოთ ერთ-ერთი მათგანი. მაგალითად, ავიღოთ აი ეს. დავაწყაბუნოთ მასზე. დავინახავთ, რომ გაიშალა ფონად სწორედ ეს ფონი, რომელიც ჩვენ გვაინტერესებს. ახლა შემოვიყვანოთ მოქმედი პირები. მეორე ღილაკი, ჩანართი, მოქმედი პირების შემოყვანას გულისხმობს. დავაწყაბუნოთ მასზე. გაგვიშლება ეგვიპტური იდენტობის გამოსახულების მოქმედი პირები, რომელიც გინდათ აირჩიეთ თქვენ ის, მაგალითად, ავირჩიოთ აი ფარაონი. აგერ, ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ ფერი, თმის ფერი და შეგვიძლია ასევე სახის მოყვანილობა და ვარცხნილობა შევცვალოთ. ამ შემთხვევაში ჩვენ არ გვაინტერესებს. მაგრამ შეგვიძლია დავამატოთ პერსონაჟი ჩვენი კლასიდან. მოვძებნოთ საკუთარი თავი, მაგალითად, ლელა მასწავლებელი. და მათი საუბარი მოვისმინოთ. ჯერ ფოკუსირება გავუკეთოთ მათ. გვაქვს მოცემული შაბლონები ფოკუსირებისა. მაგალითად, ავიღოთ ეს შაბლონი, დავაწყაბუნოთ მასზე. შეიცვლება ფოკუსი. ახლა სიტყვებით ჩავწეროთ მოქმედი პირები, რა საუბრობენ. მაგალითად, ლელა მასწავლებელი ეკითხება. დიდო ფარაონო. გვიამბეთ რამე ეგვიპტის შესახებ. დავეთანხმოთ აი ამ წვანე თოლიაზე დაწყაბებით და გაჩნდა წარწერა. დავბრუნდეთ უკან და უკვე ფარაონის პასუხზე პასუხი ჩავწეროთ. კარგად მომისმინე. უცხოელო. დავეთანხმოთ. გაჩნდება ფარაონის შესაბამისი პასუხი. ჩვენ შეგვიძლია
ცვლილებები შევიტანოთ, რა თქმა უნდა, ტექსტში. ახლა სახის გამომეტყველებად შევცვალოთ. მოდით ლელა მასწავლებლის სახის გამომეტყველება ავიღოთ ღიმილიანი. ასევე ფარაონის სახის გამომეტყველებაც ავიღოთ. ცოტა მკაცრი. ახლა კი მოძრაობები შევურჩიოთ. ჯერ ავიღოთ ფარაონის მოძრაობა. დავათვალიეროთ, რა შეგვიძლია. აგერ ავიღოთ ეს. ახლა დავბრუნდეთ და ლელა მასწავლებლის მოძრაობა შევარჩიოთ. ავიღოთ ეს თუნდაც. ჩვენ შეგვიძლია თითოეულ მათგანს ნივთები ხელში დავაჭერინოთ. მაგალითად, მარჯვენა, მარცხენა. და აი, მოდით ავიღოთ ამ ხელში, რისი დაწერა შეუძლია ლელას. ამ შემთხვევაში არც ერთი ინსტრუმენტი არ გვაქვს, რომ ხელში დავაჭერინოთ. ავიღოთ ფარაონი. ფარაონს დავაკავებინოთ სიმბოლო ძალაუფლებისა. და აი უკვე ერთი სლაიდი შევქმნით. ახლა მარცხნივ დავუკვირდით, არის ოთხკუთხედი გამოსახული, რომელიც გეუბნებათ შეგიძლიათ სლაიდი დაამატოთ. დავაწყაპუნოთ პლუს ღილაკს. შეიქმნება ახალი სლაიდი. ხომ დაუკვირდით იგივე ფონით. თქვენ შეგიძლიათ ფონი შეარჩიოთ მოცემული პაკეტიდან, ან შეგიძლიათ თქვენ თვითონვე ადვირთოთ ფონი. მაგალითად, თუ დაუკვირდებით, სლაიდის ქვემოთ ნახავთ ჩანართს, რომელზედაც ფოტოაპარატია გამოსახული. მასზე დაწყაპუნებით, თქვენ შესაძლებლობა გეძლევათ ადვირთოთ თქვენი ფოტოსურათი, თქვენ მიერ შერჩეული ფოტოსურათი, რომელიც უკვე დესკტოპზე გექნებათ. შეარჩევთ რომელიმე სურათს და ადვირთვავთ. შემდეგ მასზე დააწყაპუნებთ და ნახავთ, რომ ფონი შეიცვლება. ამის შემდეგ შეგიძლიათ მოქმედი პირები ან დაამატოთ, ან გამოაკლოთ, მაგალითად, დავამატოთ, მაგალითად, აი ეს გოგონა, ქალბატონი დაემატება. შემდეგ ფოკუსირება გავაკეთოთ სამივესი. აგერ ავიღოთ აი ეს მდგომარეობა. ახლა კი სიტყვებით შეგვიძლია შევარჩიოთ. მოგვესალმოს, რა თქმა უნდა. დავიმახსოვროთ. შეგვიძლია დავბრუნდეთ და თითოეულ მოქმედ პირზე სიტყვები დავწეროთ. ლელა მასწავლებელი ამბობს, რა ტაძარია. დავეთანხმოთ, დაიმახსოვროს. შემდეგ ფარაონი ამბობს, ეს აბუ სიმბელის ტაძარია. ასე შეგიძლიათ გააგრძელოთ თქვენი კომიქსის შექმნა, შეგიძლიათ შეცვალოთ დღის მონაკვეთი, იყოს ღამე ან საღამო და კვლავ შეგიძლიათ დაამატოთ თქვენს მიერ შერჩეული ფონებით ახალი სლაიდი. კვლავ შეგიძლიათ დაამატოთ მოქმედი პირები
ფოკუსირება გავუკეთოთ, სიტყვები დაწეროთ თითოეული მათგანისა, სახის გამოსახულება შეცვალოთ, მოქმედება დააფიქსიროთ და საბოლოოდ დაიმახსოვროთ კომიქსი. ედიტ ღილაკის გამოყენებით შეძლებთ ცვლილებების შეტანას კომიქსში, დაამატებთ რამეს ან ამოაკლებთ რამეს კომიქსს, ხოლო შიარ ღილაკის გამოყენებით შეგიძლიათ ლინკი მიიღოთ და ისე გააზიაროთ, ამოაპრინტეროთ ან ჩამოტვირთოთ თქვენი კომიქსი ნებისმიერი ფორმით. აგერ ჩამოვტვირთეთ, ვნახოთ, ფოტოს ფორმით ჩვენი კომიქსი მზად არის. ალბათ გაგიადვილდებათ კომიქსების შექმნა Pixtonში. გისურვებთ წარმატებებს. გმადლობთ ყურადღებისათვის.